დღეს საკითხulis ახარება მრავალ რამის პასავლის, რომელიც ჩვენი სულისთვის სარგებლის მომტანია და რამდენიმე მათგანზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება. პირველ ყოვლისა ის გვასწავლის, რომ ოდესმე მოგვიწევს ანგარიში ჩაბარება ღმერთისათვის. ჩვენ საქმეთა გამო, სიტყვათა, აზრთა და სურვილთა გამოც კი. ვიცით რა ეს? თითეულმა სულის წიაღში უნდა იქონიოს ყოველივე ის, რაც ცხოვრების მანძილზე მოგვიმოქმედებია. და იმაზე ვიფიქროთ, თუ რა მივაგოთ მათ გამო უკვდავ მსაჯულს, რომელიც განიკითხავს საშინელ დღეს და ყველაფერს მოგკითხავს. დიდარი ხარ? მაშინ იმაზე იფიქრე, რაში გამოიყენე შენი სიმდიდრე. გულის თქმათა და კმაყოფილებისათვის თუ კაცმოყვარეობის საქმეებზე. ფუფუნებისა და შვება სიამისათვის თუ ღმერთის ადიდებელა და მოყვასის სარგებლობისათვის. თუ კი შენთვის ბოძებული სიკეთენი ქვეყნიურ თივ საძაგელ საქმეებზე გაგიფლანგავს, იცოდე რომ შენ განიჟები ამ ქვეყნასთან და სოფელთან ერთად. ყვალად იმაზე იფიქრე, თუ როგორ შეგიძენია შენი სიმდიდრე. შენი სიკეთენი და განსაჯე, თუ როგორ გაგიმრავლებია შენი სიმდიდრე. პატიოსანი შრომით, მართალი გზით გამდიდრებულ ხარ შენ, თუ ღარიბ გლახაკდათვის ლუკვის სართმევით, ქრივ ობოლთა მიმძლავრებით. აქ რაღაცნაირად გავჩერდები. ეხლა ამას რო კითხულობ, ვიღაცა ეტყვის, ხო, ვინ არისო, რომ გლახაკებს ლუკმა სართმევსო და ქლუებრებს ავიწროებსო და. ჩვენი ბიზნესმენების დიდი ნაწილი. მაღაზიაში რო შეიყავდა, ისეთი ფასები რო ადეს, რომ ბოლო კაპიკებს იხდი. ეგ ლუკმა პურის ამოგლი ჯვარი რი. ანდა ჩვენი ექიმები, ჩვენი საავადმყოფოები. მიხვალ და კაცი ავად ახარ, ქანა კურნანობენ. ჯერ იმაზე გელაპარაკებიან, რამდენი ფულის გადახდა შეგიძლია. რამდენია სახგარი გაყიდა, რომ განიკურნოს, ცოტა ხნის მერე გარდაიცვალოს. და ამ ფულს ჭამენ ახლა. ხო უნდა ახსოვდეს ამ კაცს. მე ტელევიზორით გვევლინებიან ხოლმე ჭკუას გვარიგებენ ხანდახან. ხანდახან არა, ხშირად. და სახელმწიფოთ ნახეთ რა დღეში ყავთ. მოინდომეს რაღაცების დარეგულირება და ბიზნესმა დამხარა, ხო ისეთი რამე უთხრეს, რომ გაჩუმებულები ახმას ვეღარებენ. აი ესაა ლუკმა პურის ამოგლიჯა ხალხიდან. რომ დადგები სამჟავროზე ღმერთს რა უნდა უთხრა? იქ ორი ეკლესია რო ააშენე და ვიღაცას რაღაცა დაეხმარე, არ გიშვებს. შეიძლება ეგეც საჯელად გიქცეს. იმიტომ რომ შენი თავი სადიდებლად აკეთებდი მაგ ყველაფერს და არა ღმერთის სადიდებლად. ღარიბი ხარ? შენს მოგეთხოვება პასუხი. როგორ იტანდი სიღარიბესა და უბედურებას? უდრტვინულად თუ გაბოროტებით? უფლისადმი მადლიერების მიძღვნითა და კეთილი საზღაურის მიღების იმედი თუ სასო გაზაკვეთილებით. აკაც უნდა დავფიქრდეთ. რამდენი ღარიბია? ღმერთს გმობსო სიღარიბეშია და არადა უნდა ითმენდეს. ღმერთმა იმიტომ კი არ გახადა ღარიბი, რომ სიამოვნებს ღარიბობაში რო იცხოვროს ამ კაცმა და გაჭირვებაში, არა. იმიტომ რომ ეს არის ყველაზე კაი გზა რომ გადარჩეს. მისთვის. ადამიანმა ეს უნდა დაიჭიროს და უნდა იყოს მადლიერი ღვთისა. საჯული ხარ? ანუ პროკურორი, მოსამართლე და ასე შემდეგ. შენს მოგთხოვს უფალი პასუხს. დადგება იგი შესაკრებელთა ღმერთასა, ანუ ყველა იმ ადამიანის შორის, რომელიც ღმერთის ნებასა და მის მარშაჯულებას აღასრულებენ ამ ქვეყნად და განიკითხავს მათ და მოგკითხავს. თუ შეინარჩუნა თითეულმა მათგანმა სიმართლე, სამართლიანად თუ განჯი და ქრივ ობლებსა და უპოვარს, თუ განამრავლებდა მდიდარსა და ღარიბს და გლახაკს,
ანდა ღმრთის საკურთხევლის მსახური ხარ? მღვდელი ხარ? ზოგიერთს გორია რომ მღვდელებაც ხონდება. აუცილებლად სასופველში იქნება. არ არის. შენგან მოითხოვს ანგარის შენ საქმეთა გამო შენი წყემსთავარი იესო ქრისტე და განგჟის. თუ იყავი შენ ნამდვილად მარილი ქვეყნისა. ანუ თუ განაბრძნობდი სიტყვიერ ცხოვართ ცხონებისათვის. თუ განაშორებდი მათ ცოდვის გახსნილებისაგან. შენს განგი კითხავს თუ იყავი ნამდვილად ნათელი სოფლისა. ანუ თუ განანათლდებდი ღმერთის ჭეშმარიტი მცნობელობით სიტყვიერ ცხოვართა სულებს. თუ წინა უძღოდი მათ კეთილ საქმეთა შენი საკუთარი ნათლით და იყავი მათთვის მგზავრკლევი ვარსკვლავი სიმართლის მზის ქრისტესაკენ. ერთი სიტყვით ყველა ადამიანი მათ წარმოიდგინოს. ყოველი წოდება, ყოველი ღირსება, ყოველი ასაკი თუ სქესის ადამიანი და იფიქროს იმაზე, თუ რა დიდ სამჟავრო იქნება მაშინ და ქრისტეს ამ სამჟავროს მოხსენიებაზე თავისი ყველა ცოდვა აღრაცხოს, რადგან მაშინ კაცად ისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამე თუ დღემან გამოაცხადოს, რამე თუ ცეცხლითა გამოაჩინებად არს და კაცად ისა იგი საქმე ვით არა იყოს ცეცხლმან გამოსადოს. ანუ ყველა ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ სამჟავროზე წარდგება. აქ დოლებზე ნახე და კარგად იყო ნათქვამი. განაშორებდი შენ სამცხოს ცოდვის ხსნილებისაგან, ეუნებოდი რომ ეს ცოდვა არ მოაკეთებ. შენ თვითონ აძლევდი მაგალითს, ანუ არ ცოდავდი. ეუნებოდი სიმართლეს. ეხლა ცოდვა ისე შემოვიდა მოდაში. მღვდელი რო იტყვის ამაზე ცოდვაო ლანძღვენ. ეს ლანძღვა უნდა მოითმინოს ხდება. იმიტომ რომ ის არის მარილი, რომლითაც სოფელი უნდა დამარილდეს და ნათელი, რომელმაც სოფელი უნდა გაანათოს და შენ თუ სიმართლეს არ იტყვი. რა ეშველებენ ხოლმე? სიტყვი არა უშავს. არა უშავს, ეხლა ესეთი დრო აბა რას იზამ. არა უშავს აბა. რამდენი არა უშავთი გაფუშტა ყველაფერი. უნდა უთხრა რომ ამას მოაკეთებ, იღუპები. თუ ამას გააკეთებ, დაიღუპები, თუ ამას არ გააკეთებ, გადარჩები. იგივე იგავი გვასწავლის, რომ ღმერთი არის ჩვენი მსესხებელი. ხოლო ჩვენ ყოველნი მისი მოვალეები ვართ. მაინც რა არის ის, რაც ცეცხლად მოგვეცა ჩვენ სეციური მამისაგან. ორა ბევრი რამ. უფრო მეტი ვიდრე 10,000 ტალანტი. ჩვენმა მოგვცა სიცოცხლე და არსებობა მოგმარდა. სხეული და სული მოგვანიჭა. გონიერება, სიმდიდრე, გრძნობები გვიბოცა. მოგვცა ქვეყანა ფეხთა ქვეშე. გვიწყალობა ზეცის მშვენიერი კარავი ჩვენს თავთა ზედა. მოგვცა მზე ჩვენი ხედვისა და სიცოცხლისათვის. ჰაერი ჩვენი სუნთქისათვის. მოგვცა პირუტყვი ჩვენი ხელმწიფების ქვეშ. აი გავჩერდები. პირუტყვები არიან ჩვენი ხელმწიფების ქვეშ. და არა ჩვენ ვართ პირუტყვების მონები, როგორც ახლა არის ხლა. ძაღლებს როი დამონებული ხალხი. ზოგიერთი ამბობს ოჯახის წევრი ოძახზე. აღეთ პირუტყვები ისთვის მოგვეცა, რომ იყვნენ ჩვენი ხელმწიფების ქვეშ. ეს იმას არნიშნავს, რომ ტანჯო. გონივრულად უნდა მოიქცე პირუტყვს. რაც კი არსებობს დედამიწაზე. ყველა არის მოცემული იმისთვის, რომ ჩვენ გვემსახუროს. და მიწის მრავალგვარი აღმონაცენი ჩვენი საჭიროებათა და მოთხოვნილებებისათვის. საზრდოდ, შესამოსელად, სამკვიდრებელად, საცხონებელად, ჩვენი ქმედების საწვრთად, სასარგებლო და საამო საქმეთა აღსასრულებლად. და რაღა უნდა თქვათ ყველაზე მნიშვნელოვანზე და ფასდაუდებელზე ყოველივე იმისაგან, რაც ღმერთმა სესხად მოგვცა თავისი საფრთხო მადლის საუნჯი. ჩვენ სოდვილებს დაბნევთ, წარწმენდით, უფალმა მოგვანიჭა ნათელი სარწმუნოებისა, იმედი, სასოება ხსნისა, თავისი მხოლოდ შობილი ძის სიკვდილი გაიღო მან ჩვენი
გამოხსნისათვის საუკუნო სიკვდილისაგან, რომელსაც ჩვენ ცოდვის გამო ვეწვიეთ, როგორც წინდი, როგორც დასაბამი, როგორც საგზალი საუკუნო და ნეტარი ცხოვრებისა მოგვანიჭა ჩვენ თავისი წმინდა სული, ნათლისღება აღორძინებისა და განახლებისა და მეორეჩობისა, ქრისტეს სხეულისა და სისხლის უხსნელის აზრდო. აი რამდენი რამე მოგცა ღმერთმა. მის ქმნილებას, რომელიც შეიძლება არასოდეს არ არსებულიყო. არ არსებობიდან არსებობაში მოგიყვანა და ეს ყველაფერი მოგცა. აი რამდენია ჩვენი ვალი ღვთის წინაშე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. არის ჩვენი ახალი ვალდებულებაც ღმერთის წინაშე, რომლებიც მყინეულად გვამძიმებენ და ორმაგვარ გვამცირებენ. ესაა მისგან აღმოცენებული და მზარდი ვალები, რომ ღმერთისაგან სესხად მიღებულ ყველა ნიჭს ბოროტად ვიყენებთ. აი ეს ყველაფერი მოგცა ღმერთმა და სწორედ კი არ იყენებ. ამ ყველაფერს კაცი იყენებ ბოროტად. ამ ყველაფრით ცოდავ და შეურაცხყოფას აყენებ შემოქმედ ღმერთს. არ ჩვენ დიდ მახსენებელს უფალ ღმერთსა და არ ჩვენ თანამონებს არ მივაგებთ მისი დავალებით იმას, რისი მიგებაც შეგვიძლია. აბა განაყოლოთვის მართლად მივაგებთ ღმერთს ჩვენ დიდებას, მადლობას, ლოცვა-ვედრებას, ანდა მოყვას სიყვარულს, უბედურებაში მყოფს თანაღრძნობას, ღარიბ გლახაკს შეძლების და გვარ დახმარებას. ხანდახან ვინმე რომ მოვა ჩვენ და ფულს თხოვს, ფული არ აქვს, ფული არ მაქვს ეუბნები. ესე კი არ უნდა უთხრა, ღმერთმა დაგლოცოს. ღმერთმა გიშველოს, ღმერთ დაგეხმაროს, ბოდიში არაფერი მაქვს, მაპატიო. გამოგიჩინოს, ვინც ფულს მოგცემს, ვის დაგეხმარებაო. შენ რო დალოცე, შეიძლება ამ ლოცვის გამო მეორე კაცმა ფული მიცეს. ღმერთმა იმას ვისაც ჯიბეში ფულია, გული მოულბოს. ჩვენ კიდე ესე ვხიშათ, არა მაქვს რაც მაო. ბოდიშას არ ვეტყვით, რაც ბოდიში რო რა უჭირს. ზოგჯერ მათხოვარი ახლოს რომ მოვა და ბოდიში ამ სიტყვაზე სუნი ასდის, რომ ვერ არის მოწესრიგებული, ფულს აი ჩქარა მიცემ, რომ ეთი სუნი არ ხსიამოვნებს. ჯოჯოხეთი სუნს როგორ ვაგაუძლებ? შენი წოდების გამო რომ იმზადებ შენი თავისთვის. ამიტომ საერთოდ კარგი იქნება, როცა მათხოვარი მოვა, არა მარტო ფული მივცეთ. ერთი-ორი თბილი სიტყვაც უთხრეთ. ჩამოჯიქი აბა კაცო, რომ აბა აი ყავა დაალევინი, ჩაი დაალევინი. მე ისინი ერთმანეთს ეუბნებიან და აი კაციაო და მიდიან და იმასთან რომ მოიყვანე შენთან, თუ კაი კაცი იყავი და დაეხმარე. რამდენ ჯილდოს მეიღებ ამის გამო. თუ გარდაიცვლები ეშმაკები რომ შენ წოდებს ჩამოაწიკწიკებენ. აი ეს დააშავა, აი ეს ღარიბები იტყვიან რომ გვეხმარებოდაო. აი მდიდრობა იმიტომ რთული წერა მtkvi. დიდარი რო იყო ზარ რთულია. ღმერთი მოკითხავ შენ სიმდიდრე მოყვას დაურიგე თუ ძვირადღირებულ სასტუმროში ისვენებდი და ძვირადღირებულ საკვებს ჭამდი. ზოგიერთი უბრალოდ ეჭვს აღარ ეჭვს. მაღაზიები გააკეთეს მდიდრებისთვის. იგივეს ასე ჩვენ გვაძლევენ ურლარად იმათ 20 ლარად აძლევენ და ამას გონიათ რომ უკეთეს ყიდულობენ. ღმერთი ხო კითხავს, რატო გააკეთეს კაცო? ფული იმისთვის კი არ მოკეცი რომ შენობები გეყიდა და ფუფუნებაში გეწყო. იმიტომ ამ მდიდრობა ზოგს კაი გონია, ადვილი გონია. ღარიბობა ბევრად ადვილია. თან ყველა შენი შორს ყველა შენ განკითხავს. ამიტომ დავაკვირდეთ როგორ ვექცევით ადამიანებს, თანადგომით თუ გულცივად. გალაგულმოდგინეთ ვიყენებთ და განვამრავლებთ ჩვენთვის ბოძებულ ტალანტებს, ნიჭებს, დროს სასარგებლო საქმეებში. რას ვიყენებთ დროს? ინტერნეტში ყოფნისთვის. კაცს ეკითხები, დილას აღამოს ლოცულობ? არა მამაო, დრო არა მაქვს, ვერ ვახერხებ. და მე ეკითხები, ინტერნეტში რამდენი ხარი ხარ, ჩემო მეგობარო? 4-5 საათი გეუნება და
შედავლოცილო 10 წუთი უნდა დილის ლოცვას, 10 წუთი საღამოს ლოცვას. აი სახარება წაიგეთ, დილის სალმონები წაიგეთ, აი 25 წუთი მოუნდა. დღეში 1 საათს ღმერთს არ წირავ. არ აქვს ძალია. და ინტერნეტში ხარ. მაგას თავი დაანები ახლობელი რომ გირეკავს რომ რაღაცა უჭირს ან მოგწეს. ვითომ არ გაგიგია, იმიტომ რომ სერიალი გაქვს ბოლომდე საყურებელი. ან რაღაცას სკროლავ და იმ კაცს არ გახედავ, ბიჭო. როგორ შეიძლება იქ? ამ ყველაფრის გამო პასუხს ვაგებ. ეს ვალებია. ვალები, რომელიც ისეთი დიდია, რომ ვერასოდეს ვერ გამოვისყიდით ამ ვალებს. ანდა დროს უკიდურე შემთხვევაში არაბიწიერ საქმეებისთვის თუ ვიყენებთ. გონებას ვიყენებთ ჭეშმარიტების ძიებაში, გულს სიკეთისკენ სწრაფვაში, გრძნობებს ზომიერების, თავშეკავებისა და უმანკოების ღვაწლთა შორის, განაყოველთვის ჯეროვნად ვიყენებთ ყოველივე ამას, რაც ღმერთმა მოგმადლა. თუ გზალგვიც ვიქადაგოთ, რომ ამ მიმართულებით ვაკმაყოფინებთ ჩვენ მოვალეობას. შენ და უფალო სიმართლე და ჩვენ და სირცხვილი პირისა. ამასაც ვერ ვაკეთებთ ნორმალურად. ამიგავიდან უმოწყალო მოვალის შესახებ ჩვენ იმასაც სწავლობთ, რომ მხოლოდ სოდვათა გამო სინანულის გზით შეგვიძლია უფლისაგან შენდობა მივიღოთ. ყოველი სოდვა პირველ ყოვლისა იმით არის საშინელი, რომ შეურაცხყოფს უფალი ღმერთის დიდებულებასა და სიწმინდეს, მის უსაზღრო სიყვარულსა და სიმართლეს, არ ღვევს საღმრთო ჟულს, რომელზეც დამყარებულია ზნეობრივი სამყაროს მთელი წესრიგი. აღაშფოთებს და აღამღვრევს ღმერთის მეუფების სიმშვიდესა და მოსვენებას. ამ მიმართებით ჩვენ ცოდვილ ადამიანებს არ ძალგვიც რაიმეს მოქმედება, რაც დააკმაყოფილებდა საღვთო სიმართლეს, მშვიდობას ყოფდა ღმერთის მეუფებას და ადამიანს შორის. აღადგენდა ჩვენ მიერ გათელი ზნეობრივი სამყაროს კანონს, მოაწუსრებდა იმ აღრევას, რაც ჩვენს ცოდვებს შემოაქვს ღმერთის მსოფლიოში. მხოლოდ ერთს, უფალ იესო ქრისტეს ძალედვა თავისი ვნებით ჩვენი ცოდვათათვის თავის ჯვარზე სიკვდილითა და მტრეთით აღდგომით აღესრულებინა ყოველივე ეს. მშვიდობა მოეფინა თავისი ჯვრის სისხლით ყველგან, ცათა შინა და ქვეყანასა ზედაც. ამიტომაც მხოლოდ ცხოველ რწმენას უფალ იესო ქრისტესი, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის ევნო, მხოლოდ ცხოველ სასოებას მის ჯვარზე სიკვდილის ძალისადმი მხოლოდ გულსπელ მონანებას ჩვენი ცოდვებისა, მხოლოდ შემოსრული და მდაბალი გულის მძნებარე ლოცვას ძალუც მოგვაცილოს ეს მძიმე დანაშაული ჩვენი ცოდვებისა და უსასყიდლოდ განგვამართლოს ჩვენ მადლითა ქრისტესითა. აქ მინდა გავჩერდე და აი ეს ადგილი მინდა კარგად დაგანახოთ. ჩვენ რო ცოდავთ, პირველ რიგში ვაყენებთ შეურაცხყოფას ღმერთს. იმას, რაც ღმერთმა მოიმოქმედა. თელ სამყაროს. იმიტომაა კაცი როცა ცოდავს, ყველა ადამიანს ბოდიში უნდა მოუხადოს. აი დიდი მარხვა რო იწყება გახსოვთ, ყველა ერთმანეთს შენდობას თქოთ, ვიცნობთ, არ ვიცნობთ, იმიტომ რომ ჩვენი გავრცელებული სიბოროტე მოქმედებს ადამიანებზე. აი ეს რომ ახოსილიყო, არავის არ შეეძლო ამის, არც ერთ ადამიანს. წინასწარმეტყველს, მოციქ არავის. მეფეს ეს შეეძლო მხოლოდ განკაცებულ ღმერთს. ანუ უფალს ჩვენს იესო ქრისტეს, მან თავისი ჯვარცმით და თავისი აღდგომით გადაგვარჩინა და ის არის ერთადერთი მხსნელი, რომ გადარჩე. აი ეს სოდები რომ გეპატიოს და ეხლა ისმის კითხვა. მე წეგან ვამბობდი რომ დელი მარილი უნდა იყოს სუთისოფლის, უნდა ანათებდეს. კითხვა ისმის, ვისაც ქრისტე არ აწამს, ის როგორ გადარჩება? არ ვიცი მე ნამდვილია თუ არა,
მაგრამ ერთ-ერთმა პატრიარქმა თქვა, რომ ჩვენი და მუსულმანების ღმერთი ერთი ღმერთია. ერთ ღმერთს ერთად თაყვანსო. ეს როგორ შეიძლება? ისინი სამებას თაყვანს არცემენ. იესო ქრისტეს ღმერთად არ აღიარებენ. და როგორ ცემთ ერთ ღმერთს თაყვანს? ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ერთადერთი მართალი სარწმუნოება არის მართლმადიდებლობა. სხვა არცითი. თუ არ ახარ ამ სარწმუნოების მიმდევარი, ვერ გამართლდები. ეს უნდა ვთქვათ. ეს უნდა ვთქვათ, იცი რატო? რომ გვიყვარს ის ადამიანები, ვინც მართლმადიდებლები არ არიან. იმათი ზრუნვის გამო, კაცი თუ ცდომილებაშია და შენ ეუნები, რომ კაია, ასეთ შენაკეთებ, აბა-ძმაო, მიყევი შერჯულს, უპავ. ეს რაჟდენ პირველ მოწამის ენება. სპარსელი კაცი სპარსელებს ეომებოდა. ქართველებისთვის და მართალი რწმენისთვის. და პირველად ისეწამა, ნახეთ რა შეძახით, რაჟდენ პირველ მოწამე საქართველოში ისეწამა პირველად. და ისეთი პატიოსანი კაცი იყო, როცა თქვენ ჩაიგდეს. სპარსელებმა ცდილობდნენ რომ შეეპყროთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ ზარალს აყენებდა. რაჟდენმა უთხრა რომ გამიშვიდო. მეფეს დავემშვიდობებით სოხშვის და მოვაო და გაუშვეს. დაემშვიდობა მეფეს, დაემშვიდობა ოჯახს და თავის ფეხით მევიდა რომ ჯვარზე გაეკრათ. აი როგორი უნდა იყოს ქრისტიანი. და რაჟდენმა ეს ადრით ისწავლა, რომ ჩამოვიდა ქართველებში ისეთი სარწმუნოება ნახა, მიხვდა რომ მისი სარწმუნოება მართალი არ იყო. მიიღო ქრისტიანობა და თავისი სისხლით დაბეჭდა, რომ იყო ქრისტეს ერთგული მხედარი. ეს მაგალითია და ყოველთვის უნდა ვიცოდეთ. ერთი თავდაცვის მინისტრი ყავდა, ქალბატონი. შემშვილსო არ ვეტყვიო, რომ სამშობლო შეეწიროსო, ვეტყვიო, რომ კარიერა მოიწყოსო და. აბა შეადარეთ რაჟდენ პირველ მოწამე და თავდაცვის მინისტრი. როგორი განსხვავებაა მათ შორის? იმიტომ რომ ერთი იყო ქრისტიანი, ქრისტეს ერთგული და როგორც თუ თავის სისხლით დაბეჭდა, მეორე ლიბერალი. არანაირი პრინციპი რო არა. ოღონდ კარგად იყოს და ყველაფერზე არის წამსვლელი. ამიგავიდან ჩვენ იმაშიც დავიმოძღვრებით, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი სინანული ცოდვების გამო. ახეთ აქ მიგავში როგორ არის ნათქვამი? რომ ამ კაცი მხელა ვალი ქონდა ღმერთის, თავისი ბატონის. ბატონში გულისხმება ღმერთი, კაცში ადამიანი. რომ უფალმა უთხრა რომ გაყიდეთ ამისი ცოლი, ამისი შვილები და გადაიხადეთ, ეს არ ყოფნის და ეს კიდე საპრობლემო შეაგდეთ. და არა აქ ამ კაცს. რითი გადაიხადოს და ევედრებოდა. ითხოვდა პატიებას. ეხლა ნახეთ როგორი უნდა იყოს სინანული, ამის გამო სინანული უნდა გამოხატოს. ნახეთ, ითხოვდა მხოლოდ შეწყალებას. არაფრის გადახდა არ შეეძლო. და კაცი თუ ითხოვს შეწყალებას, როგორც შეიწყალეს თავიდან ჩვენ შეგვიწყალებენ, მაგრამ სინანული უნდა იყოს ასეთი. აუცილებელი პირობა თითეული მონანული ცოდვილისათვის, რომელიც გამართლებასა და შეწყალებას ეძიებს ღმერთის წინაშე, მტკიცე განზრახვის გარეშე სამუდამოდ განეშოროს სოდვას. აღარ შეურაცხყოფდეს ღმერთს და მის დიდებულებას ახალი უჟულოებით. აღარ ვიწევდეთ მის რისხვას ცხოველს ყოფილ ცნებათა გარდახტომით, დარღვევით. ყოველივე ამის გარეშე ჩვენი სინანული არ იქნება გულსფელი. ღმერთისადმი მიმართვა მართალი. და ამიტომაც ჩვენი ლოცვაც შენდობას და შეწყალების შესახებ არ გახდებოდა შესმენისა და შეწყარების ღირსი. ანუ შე რო გინდა რომ ღმერთმა შეგიწყალოს, სოდვა უნდა მოიძულო. იმის გაკეთება სიკვდილი უნდა გერჩიოს. აი მათყო არა ხარ აღარ უნდა მოიტყუო. აი ღმერთს თუ ეუბნები, ღმერთო მაპატიო რომ ვიტყუებოდი.
უნდა ამბობდე რომ ახარ მოვიტყუები. ღმერთს რო ეუბნები რომ შემინდე რომ არაწმინდა ცხოვრობდი, უნდა ფიქრობდე რომ არაწმინდად უნდა ვიცხოვრო. ეს თუ არა გადაწყვეტილი მტკიცედ, ყოველად ლოცულობ. ერთი თანამედროვე მოძრის სიტყვები მახსენდება. როცა კაცი ახსარებას ამბობს და ეს გადაწყვეტილი არა აქვს, რომ უნდა მოიძულოს სოდვა და აღარ დაუბრუნდება, დროს თყუილად გართავს. უქმეთყოლებაშია. იმიტომ რომ მას არა გადაწყვეტილი რომ სოდას თავი დაანებოს. ისევ იგივე გეგმები აქვს. ეს პირველი ხო არ გამოგდის, როგორც ესე არ გამოგდის. სოდვა ისე გვიყვარს, ხაი ხანდახან ღმერთს რო უთხრათ, ღმერთო, როგორც სოდვა მიყვარს, ისე შეითავი შემოყვარეო, კაი ნათქვამი იქნება. მეორე მხრივ, თუ კი ჩვენ არაფრის მოქმედება არ ძალგვიც, ღმერთის მართსაჯულების დასაკმაყოფილებლად ჩვენი ცოდვებისათვის, ის ხო მაინც შეგვიძლია, რომ სიმდაბლითა და ღმერთის ნებისადმი მორჩილებით ვიტანდეთ ცხოვრებისეულ მრავალ მწუხარებასა და უბედურებას, სნეულებას, ვითარცა სამმართლიან სასჯელთ ჩვენ ცოდვათათვის. აი სწორედ ამისთვის გვაქვს ცნება დადებული, რომ ავიღოთ ჯვარი ჩვენი და მივსდევდეთ უფალ იესო ქრისტეს. კაი სინანული არ შეგიძლია გულწრფელი. რაღაცა რომ დაგემართა ღვთის განგებით, ან გაღარიბდი, ან ავად გახდი. არ ვიღაცა რაღაც შეემთხვა. ეს მაინც მიიღე მადლიერები და თქვი რომ ჩემი ცოდვების გამო ხდება. აი ამას თუ იტყვი, ესეც კი გაგამართლებს კაცს. აი ეს ორი რამე არის საჭირო. ადამიანმა მოიძულოს სოდვა. აღარ გაიმეოროს, აღარ შეურაცხყოს იმ ცოდვით ღმერთი რასაც ნანობს და მეორე რასაც ღმერთი დაუშვებს პატიოსნად იტვირთოს. და ბოლოს იგავში მოხსენიებული უმოწყალო მოვალის მაგალითი მისი საშინელი ხვედრი გვასწავლის ჩვენ ყოველთვის მოწყალენი და თანამობინი ვიყოთ ჩვენ მოყვასთა მიმართ. 10,000 ტალანტით ქრისტემ ჩვენი ცოდვები აღნიშნა ღმერთის წინაშე. ხოლო მოყვასის ცოდვათა პატიება 100 დრახმით აღნიშნა. ხო და აპატიე მოყვას ეს 100 დრახანი მცირედი ვალი, რომ შენ ღმერთმა 10,000 ტალანტი მოგიტევს. ამისაკენ მოგიწოდებს ღვთის სიტყვა, როცა გეუბნება. არამედ ეკრძალე თავთა თქვენთა. უკე თუ შეგწოდო შენ ძმამა, შენ მან შერისხენ მას და უკე თუ შეინანოს, მიუტევე მას. აი გავჩერდები, რომ შეწოდა უნდა უთხრა, სოდო ამას მოაკეთებ. თუ შეინანებს, უნდა აპატიო. თუ ის პატიობას არ ეთხოვს. შენ კი პატიობ, ქრისტიანი ხარ, მაგრამ იმას შვება არ იქნება. ხშირად ჩვენ იცით რა მოგდის. რაღაცას დააშავებ, შენი სინდისი გეუბნებ რომ დააშავე. ქანა მიდიხარ და ეუბნები რომ შემინდეს მო. იმან არც გითხრა. იმან თქვა რომ ესელა რაღაც დაემართა კაც მომკაც და უცნაურად იქცევა და მოდი ვაპატიებ რა. შენ განა მიდიხარ რომ ბოდიში მოიხადო. სტრატეგიას იგონებ თავი როგორ გაიმართება. ახლობლებს ჩართავ დიდ ადამიანებს რომ იმათმა ამ კაც დაურეკო შეაწუხონ უთხრა რომ აი აპატიერა და ჩვენ რა თქინა ეს დიდი კაცი მოდი მითხარი შემინდეს მო. გახსოვთ, კაი მაგალითი მოგიყევით მე თქვენ. ერთ ბერს კაცი პარავდა ფულს. და ამ ბერმა დაუწერა წერილი, ჩემო ძმაო, ამ ფულსო რომ პარავ, გეხვეწები, ნახევარი შენ წაიღე, ნახევარი მე დამიტოვებ. ამითიო მათხოვრებს ვაჭმევო და მეც ფული რო არ რაღაც საჭმელი რო არ მაქვს, რაღაც ვყიდულობ. ის თლიან პარავდა. მაინც. ის კაცი მე ნახეთ ღვთის მოწყალების გამო, ღვთის უგზელების გამო გახდა ავად, შეინანა, ამ ბერმა აპატია და ცხონდა. შედალოცილო ქრისტიანი ხარ, ეს იგავი ხო გაგიგონია. თქვი რომ შემინდე. ისედაც გაპატიეს, მაგრამ თქვი შემინდე რომ შენ განთავისუფლდე ცოდვის მონებისგან. არავის არ ჭირდება რომ უთხრა შემინდე, ისაც ვერ შეუნდო. მაგრამ შენთვის არის კარგი, ჩვენ ამას კი არ ვაკეთებთ. გადავრეკავთ, გადმოვრეკავთ, ვიღაც უნდა შევაწუხოთ, რომ
დიდმა კაცმა იმას უთხრა საპატიო და არ ჭირდება ეს დიდი კაცი კაცო. ის დიდი კაცი რო გირას წუხდები რატომ დამირეკაო მაგას ხო ჯობია რომ თვითონ გითხრეს ამას შემინდა. და ამას ატოყვები იცი? ეგეთ კაცს სინანული არ აქვს. ბოდიშის მოხდა სამძობინა საქმეები ჩაეწყო. რო შენ გეთქვა, კაი ღმერთმა შეგინდოს და რო საჭიროა იქ. იმიტომაა, ნახე, უნდა შერისხო უთხრა რომ ნუ ცოდავ ეს არ არის ორი, როგორ იცევი კაცო. თუ თქვა შემინდა ნახე, 7 გზის მოიქცეს და გქვა შემინდე, მიუტევე მას. კაცმა დღეში 7 ჯერ შეგწოდოს. ვეთქვი რატო აკეთებ ამასო? ხოზი ცოდავ თუ შემინდო შეუნდა. და თუ შენდობას არ ითხოვს, შენ კი აპატია როგორც აღნიშნული მაგალითად მოყევი, მაგრამ ის ვერ განიხსნება ცოდის მონობისგან. რომ გარდაიცვლება ჩვენ ზემოთ კითხულობდით, პასუხს აგებს, იმიტომ რომ არ თქვა შენდობა ისე როგორც უნდა ეთქვა. არადა მხოლოდ მიუტევებთ ხოლმე თქვენს მოყვას შეწოდებათ და წყენინებანი თქვენს მიმართ. არამედ კეთილიც უყავით მათ. ხოლო თუ კი ვინმე მოყვასისადმი მტრობით ცხოვრობს და არ პატიობს მას მიყენებულ წყენას, მაშინ უწყოდეს ესე ვითარმა, რომ ვერ მიიღებს ღვთისაგან თავის ცოდვათა მიტევებას. ანუ კაცმა რო პატიება გთხოვა, შენ თუ არ მიეცი პატიება, შენ ღმერთი არაფერს არ გაპატიებს. შენ თუ გინდა რომ ღმერთმა გაპატიოს, რაც არ უნდა კაცმა შენ წინაშე ჩაიდინოს და შენდობა გთხოვოს, უნდა მიუტევო. როცა შენ სხვათა შეწოდებებს იხსენებ, იცოდე რომ საკუთარ თავს აყენებ ზიანს და არა სხვას. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, მაშინ საკუთარ ცოდვებს შეჰკრავ ძნად და არა მოყვასისას. რასაც ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში შემწოდე ადამიანის წინააღმდეგ მოიმოქმედებ, ამას გააკეთებ როგორც ადამიანი. ღმერთი კი ასე როდი დაგჟის, არამედ გაცილებით დიდი საუკუნო სატანჯველით მოგწყლავს. რამე თუ თავისი ის მოვალე ტანჯველთ გადასცა, რათა ეტანჯათ იგი ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ ვალს. ანუ სამარადჯამო სატანჯველისათვის მიეცა, რადგან ვერასოდეს ვერ დაბრუნდებოდა იქიდან და ვერ გადაიხდის ვალს. ეხლა მეორე შემთხვევა. თუ კი არც ავნებ შენ მაწუხებელს, მაგრამ ზურგს აქცევ. იტყვი რა ეხა ეს კაცო არ ყოფილა ნორმალური რა და всё მორჩა. ჩემი და ამის ურთიერთობა დამთავრდა, რომ შეეშალა. და მოდ პატიება გთხოვა. აი მერე ნახეთ რა ხდება. რათა აღარ ხედვიდე მას, მაშინ უეჭველია, რომ შენ გულში ჭრილობაა და სნეულებაც თანდათან გამძაფრდება შენს არსებაში. და მაშასადამე ჯერ არ აღსრულებულა ის, რაც ქრისტემ დაგიდო მცნებად. რა? თუ გსურთ, რომ ღმერთიც ამგვარად მოწყალე იყოს თქვენს მიმართ. ანუ არც დაგსაჯოს, მაგრამ ზურგსაც გაქცევდეს. პის იბრუნებდეს შენგან, არ ივიწყებდეს შენ ცოდვებს, აღარ სურდეს შენი დანახვა. არა არ გსურს. ოდა თუ კი გსურს, რომ ღმერთი მოწყალე იყოს შენდამი, როცა მას ცოდვათა მოტევებას ევედრები, მას შენც ამგვარადვე უნდა იყო იმართ მიმართ, ვისაც შენს წინაშე შეუწოდავს. ამინ. ნახეთ და კაი შეგონება. რამდენჯერ გვითქვია, რომ ეხლა აპატიე, მაგრამ ეს თავისთვის მე ჩემთვის. იმის დანახვა არ გინდა, რომ მოდის გვერდზე გაიხედები. გინდა რომ ღმერთი ეგრე მოგიცეს. დავით მეფსალმუნემ თავის შვილს აპატია უთხრა სასახლე დაყო და გაგდებული. მოვიდეს ოღონდ მე არ ვნახოსო. სასახლეში იცხოვროს ოღონდ მე არ დამინახოსო. თვალით არ დამინახოსო. და შვილი წუხდა ეუბნებოდა რომ მაგას ჯობდა საერთოდ არ მოგიყვანი აქო. სასახლეში დამაბრუნე, მაგრამ შეინახოს უფლება არ ამოქვს, უფრო მეტად ვიტანჯებიო. რომ ღმერთი შენსკენ არ იხედება. პის იბრუნებს შენსკენ. ესე იგი უნდა მიუტევო.
ჩვენ სამწუხაროდ ისეთი რაღაცეები არ შეგვიძლია გვიჭირს. რომ წმენაში ისეთები არა ვართ, როგორც საჭიროა. სინანული ისეთი არა გვაქვს, როგორც საჭიროა. და კიდე სხვა უამრავი რამე. მაგრამ სწორი არის ეს. ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. და ღმერთს უნდა ვევედრებოდეთ, რომ ყველა ადამიანს ვაპატიოთ შეცოდებები, რაც ჩვენ წინაშე ჩაიდინეს. აი მის ზალა მოხსეს. მამები ამბობენ საერთოდ თუ გახსოვს რომ შეცოდა, ესე იგი არაპატიო. ხო წარმოიდგინე როგორი სიყვარული უნდა გქონდეს ღვთისა რომ აღარც გახსოვდეს თუ კაცმა შეცოდა. ჩვენ ეგეთი რამე არ აგვაქვს ახლა, თუ გურსპელები ვიქნებით არ აგვაქვს. მაგრამ ღმერთს უნდა ვთხოვოთ რომ მოხსეს, რადგან ეს არის სწორი. ჩვენ ხო გვწამს რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე. ღმერთს ყველაფერი შეუძლია. და ვთხოვოთ რომ ეს მოგვარიჭოს. რომ განვიცდიდეთ ჩვენ ცოდვებს. მოყვას გვერდში ვედგეთ როგორც აქ იყო ნათქვამი. გვახსოვდეს მოვალეობა ღვთის წინაშე. და ადამიანებს თუ კი ვინმე ჩვენთან რამე შეიშლება, ყველას პატიება მივცეთ. ღმერთმა ეს ყველაფერი მოხსეს თავისი მადლით და თავისი კაცმოყვარებით. ამინ.